Am informațiისთვის narcomaniasთან ბრძოლის ფარგლებში ჯანდაცვის სამინისტრომ ფსიქოტროპული აფთიაქების შეამოწმა არსებული 46 აფთიაქიდან 41-ში წამლის ურეცეპტოდ გაცემის ფაქტი დადასტურდა. 6-ში კი განმეორებითი ფაქტებიც გამოვლინდა. მესამედ გაფრთხილებისას დაჯარიმების შემდეგ კანონით მათ ლიცენზიაც ჩამოერთვათ. ციფრები მოწმობს, რომ ამ აფთიაქებში ვაჭრობა რეკორდულად არის გაზრდილი, მხოლოდ წელს 7 მილიონამდე ფსიქოტროპული წამალი არის გაყიდული. Am 41 აფთიაქიდან კონტროლის ღონისძიებების შედეგად დადგინდა, რომ გაცემული არის ურეცეპტოდ 6.760.000 ერთეულის სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული სამკურნალო საშუალება. ასევე ფიქსირდება აღრიცხვის დადგენილი წესის დარღვევა, გადაგასული სამკურნალო საშუალებების არსებობის ფაქტი, განადგურების დადგენილი წესის დარღვევის ფაქტები. ურეცეპტო პრეპარატები ფსიქოტროპულ აფთიაქებში დღესდღეობით შესაძლებელია, არ არის თქვა ისეთი მასშტაბური სახის, როგორც იყო თქვა, რომ ადრე თუ იყო თქვა 10 აფთიაქში პირობითად, დღეს ეს რიცხვი დაყვანილია 3-მდე. რამდენად ჩვენი ინფორმაცია მოხდა გარკვეული აფთიაქების დახურვას და დაჯარიმებას, თუმცა კონცენტრაცია ხდება თქვა რამოდენიმე აფთიაქში, სადაც ნარკოტიკების მომხმარებელი ადამიანებისთვის ისევ ხელმისაწვდომი ხდება ურეცეპტოდ იმ ინგრედიენტების შეძენა, რის გარეთ შემდეგ ამზადებენ ნარკოტიკებს.